მოგესალმებით. მადლობა მოლოცვისთვის. ამავდროულად მეც მოგილოცავთ, ვინაიდან ერთობლივი გამარჯვებაა, მე ესე ვფიქრობ, გიორგის უდანაშაულოდ ცნობა. რაც შეეხება ემოციებს, მოდით მეორე პლანზე გადავდოთ ემოციები და დავიწყებ, რადგან კითხვაში გამოხატეთ ინტერესი პროკურატურის პოზიციით. გამომდინარე იქიდან, რომ თვეების განმავლობაში პროკურატურას უკან არ დაუხევია და ჯიუტა ამტკიცებდა იმას, რაც არ არის სწორი და უკვე დადასტურდა, ამტკიცებდა იმას, რომ თითქოს გიორგი ახობაძე არის დამნაშავე, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურას ნაბიჯი არ გადაუდგამს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია, როგორც გიორგი აღნიშნავდა არაერთხელ, პირველი პროცესიდან მოყოლებული, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს და გენერალურ პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია ამ ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსამართლე დაინტერესდა რამდენჯერმე ამ ფაქტით, აქაც არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ პროკურატურა ამ განაჩენს არ გაასაჩივრებდა. ბუნებრივია იმ წუთებში, როდესაც მოვისმინეთ გამართლებელი განაჩენი და როცა გამოდის გიორგი და რამდენიმე წამში ჯდება ჩვენს გვერდით, თვითონვე მითხრა, რომ ესენი ალბათ გაასაჩივრებენ და უთხარი, რომ დაივიწყე საერთოდ გასაჩივრება, გარეთ ხარ, თავისუფალი ხარ. მეთქი, ზუსტად მახსოვს გიორგის ეს სიტყვები იყო პირველი, რაც თქვა განაჩენის მოსმენის შემდეგ. ლაშა, ეს როგორი შოკი იქნებოდა თქვენთვის, იმიტომ რომ თქვით, რომ მოულოდნელი იყო. მე ვიყავი გაცილებით, ძალიან სკეპტიკურად განწყობილი და ჩართვაშიც თქვა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომ თვითონ გვაძლევენ ამ საშუალებას სკეპტიციზმისა. იმდენად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რომ უფრო მინდოდა და ოცნებებში მივდიოდი, როცა ვფიქრობდი, როგორ უნდა დამენახა გიორგი თავისუფლებაზე გამოსული. შესაბამისად, რაღაც პროფესიული ალღო უფრო მკარნახობდა და ეს ყველაფერი ეყრდნობოდა ბუნებრივია საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ეგრეთ წოდებულ არარსებულ მტკიცებულებებს. ეს ყველაფერი გამომდინარეობდა საქმიდან, ჩემი ალღო მხოლოდ პროფესიული, სადღაც გულის სიღრმეში, რომ მოვისმენდი იმას, რაზეც ვოცნებობდი გიორგისთან მიმართებაში თვეების განმავლობაში. მე ეს უნდა მეკითხა, ხომ არ შეგიმჩნევიათ? ეხა იქ რა ემოცია იქნებოდა? პირველი წარმომიდგენია და მე მინდა აუცილებლად წავიკითხო თორნიკე მიგინეიშვილის სტატუსი, ამ კითხვას დავსვავ და შემდეგ მაყურებელს უნდა გავაცნო. სხვა პროცესზე რა ხდებოდა ამ დროს? სხვათ შორის იქაც ონისეს ვიცავ და გამოვედი ბიჭებმა ესე ვთქვათ შემაგულიანეს, მოვამზადე ისინიც, რომ ნახეს სხვათა შორის მათაც ნახეს გიორგი და მითხრეს, რომ საკმაოდ ხნედ არის და იმედიანად არის განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ გიორგისგან ვიცოდი, რომ გიორგიც საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა აი გულის სიღრმეში მაინც სხვა რაღაც არის, როცა ახლოვდება განაჩენი, ძალიან ნერვიულობთ, მაგრამ გული მაინც სხვანაირად გეუბნება იმას, რასაც ელი თვეებია. შესაბამისად, ბიჭები არანაკლებ მოლოდინის რეჟიმში იყვნენ. გამოვედი ერთი პროცესიდან, შემოვედი მეორე პროცესზე და ემოციები აღნიშნეთ მოსამართლემ, როდესაც გამოაცხადა და სპეციალურად არ ვუსმენდი მუხლებს, იმიტომ რომ მუხლების მიხედვით გარკვეულწილად ჩვენთვის ადვოკატებისთვის წინასწარ შესაცნობია, გამამართლებელია თუ გამამტყუნებელი განაჩენი. არ მოვუსმინე მუხლებს და როცა ახსენა სიტყვა, რომ უდანაშაულოდ იქნა ცნობილიო, დარბაზში იყო 2-3 წამიანი დუმილი. და როდესაც პირველად დარბაზიდან ვიღაცამ წამოიკივლა, მაშინ მივხვდი, რომ არ მომესვა ეს სიტყვები მოსამართლის ხინან და უკვე შემდეგი რეაქცია ჩემიც იყო და აღარ გამოვცემ ამ ყველაფერს. მაინტერესებდა პროკურატურის წარმომადგენლების რეაქცია აი ამ ემოციების გულწრფელად გეტყვით, არ გამიხედავს საერთოდ პროკურორისთვის, აი არა რაღაც გამიზნულად დარბაზში შესვლის წამიდან მე პროკურორის სახეზე არ შემიხედავს. აი ნამდვილად შემიძლია ეს გითხრათ, არა რაღაც დამოკიდებულების გამო უბრალოდ არ შემიხედავს. მე თვითონ ჩემ გასტებში ვიყავი და მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გიორგი დავინახე გამოსული ბრალდებულის გალეიდან, წარმოუდგენელი ემოცია იყო იქაც. ეხლა მაინტერესებს ასეთი რამ. აი თქვენი შეფასება. ერთ რამეს დავამატებ, იქ ვიყავით, რომ აი პროკურატურის აი ამ თვეების განმავლობაში არსებული პოზიციიდან გამომდინარე, რომ ჯიუტად ამტკიცებდნენ იმასაც რეალურად არ იყო. გამოძიება არ დაუწყეთ, არ ქონდა იმის მოლოდინი, რომ პროკურატურა ამას არ გაასაჩივრებდა. და წავიკითხეთ ის, რაც დადო განცხადება პროკურატურამ, რომ ასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში, ეს ბუნებრივია, ზოგადად ყველა საქმეში ესე ხდება და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გიორგის საქმეშიც რა თქმა უნდა გაასაჩივრებდნენ. რაც შეეხება მოლოდინს, თქვენ წარმოიდგინეთ, ხა როგორადაც არ უნდა შეაფასოს საზოგადოებამ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მე
ვიღაცისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ მაინც მინდა მადლობა გადაუხადო მოსამართლეს გარკვეულწილად, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე თუ დასაშვებად იქნება ცნობილი, უპირობოდ დაეწერება სამ მოსამართლეს და ვერ წარმომიდგენია თავისუფლებაში მყოფი გიორგი სამ მოსამართლემ ისე როგორ უნდა გაწიროს, რომ დარბაზიდან დაიჭიროს. ბუნებრივია ამის ალბათობა რა თქმა უნდა არსებობს, იარსებებს, მაგრამ გამოუშვეს და ეგრევე შეაბრუნეს. ეს იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში და იყო ყველაფერი წარმოდგენა შეიძლება. რა თქმა უნდა, თუმცა თუ შევაჯამებთ იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლოში ეს აუცილებლად სამ მოსამართლეს დაეწერება, ერთი მოსამართლის მიერ მიღებული მისაღები გადაწყვეტილება დღეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ფაქტობრივად, იგივე რიგითი მოსამართლისთვის, ხო? 8-დან 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთა და თუ უადოს გვერდზე გადავდებთ, მინიმუმ 8-9-10 წელი ხომ უნდა განესაზღვრა მოსამართლის, ანუ მთელი ცხოვრება, მთელი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში ფაქტობრივად ამ ტვირთით უნდა ევლო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო და ხო რომეო ტყეშელაშვილი, თქვენ როგორ ახსნით ესეც მაინტერესებს. ეს რომ სამ მოსამართლემ დამატებით აიღოს ეს პასუხისმგებლობა, მე პირადად არ მაქვს ამის მოლოდინი. ამიტომ მე მაღალი ალბათობით ვარაუდობ იმას, რომ სააპელაციო სასამართლოშიც და ეს არა მხოლოდ რაღაც შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო საქმე არის პირველ რიგში იმგვარად და საქმე სამართლებრივად იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გიორგი არის უდანაშაულო და მას ნარკოტიკი არ ქონია. კი ბატონო, სამართლებრივად ეს არის ასე. რომეო ტყეშელაშვილი გვიან შეუერთდა ამ პროცესს, მანამდე იყო სხვა მოსამართლე. მე როგორც ჟურნალისტი ასე დავსვავ ამ შეკითხვას, თქვენ როგორც იურისტი ისე მიპასუხებთ, ცხადია, მაგრამ ჩნდება კითხვები. რატომ მოხდა ასე? რომეო ტყეშელაშვილის როლი რა შეიძლება იყოს ამ სასამართლოს პირობებში? ანუ ძალიან რთულად წარმოსადგენია, თუმცა მაინც ბოლომდე არ გამოურიცხოთ, მოდით და რაღაც ადამიანური ფაქტორი დავუტოვოთ რომეო ტყეშელაშვილს. მაინც უკეთესად ვიფიქროთ ვიდრე ცუდად. რას მიაწერთ აი ასეთ მოკლედ გადასხვაფერებას, იმიტომ რომ არანაირი პირი არ უჩანდა, რომ გიორგი ახობაძის გათავისუფლებას ვინმე აპირებდა ბოლომდე, ბოლო წუთამდე დარწმუნებული ვიყავით ყველა და არ გქონდა ამის იმედი. აი რას როგორ ახსნით ამას? აი ერთადერთ რამეს ვერ ტყეშელაშვილის როლი შეიძლებოდა თუ არა ყოფილიყო რაღაც როლი, თუ ეს მაინც დაკვეთა? ერთადერთ რამეს ვერ ხსნი მოსამართლის ცვლილება სამართლებრივად როგორც აიხსნა, რომ კოლეგია შეიცვალა და ბუნებრივია ამ დროს სხვა მოსამართლეს უნდა გადაეწეროს. აი დღემდე ვერ ხსნი უბრალოდ რაში გამოიხატა ესეთ მნიშვნელოვან დროს მოსამართლის ცვლილება. თუ აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ რაღაც მოსამართლის ცვლილება მე ეს გამოიწვია, მე ნაკლებად მინდა მჯეროდეს ამის და არ მჯერა, რომ მხოლოდ მოსამართლის ცვლილებამ გამოიწვია ეს. იქნებოდა ეს მიხეილ ჯინჯოლია თუ არის ეს რომეო ტყეშელაშვილი ან ნებისმიერი სხვა მოსამართლე. სამართლებრივად საქმე არ იძლეოდა სხვაგვარ ალტერნატივას. რაც შეეხება ადამიანობას და ადამიანურობის ფაქტორს, ამ საკითხს დავტოვებ ღიად, თუმცა რაც შეეხება როლს, მე არ მიმაჩნია, რომ მოსამართლეს დაბალი როლი ჰქონდა, ან დაბალი როლი ექნებოდა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმიტომ რომ პირველ რიგში თუ ვინმესთან უნდა გაირკვეს ამ საქმის, ესე ვთქვათ, ავან-ჩავანი, არის რიგითი მოსამართლე, ვის ხელშიც გადის თავიდან ბოლომდე ეს სისხლის სამართლის საქმე, ვინც თვალებში უყურებს მოწმეებს, თვალებში უყურებს პირველ რიგში ბრალდებულს და იმ სულისკვეთებით ნათქვამ სიტყვებს, რა სიტყვებიც ბრალდებულმა გიორგიმ წარმოთქვა საბოლოო სიტყვის ეტაპზე. მე ყოველ ეტაპზე ვამბობდი თქვენს კოლეგებთან იმას, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ეყურებინა მოსამართლეს გიორგი ახობაძის საბოლოო სიტყვისთვის. გიორგი დღევანდელი დღის მთავარი გმირია, სიტყვით გამოდის და მოვისმინოთ ეს სიტყვა, შემდეგ გავაგრძელებთ საუბარს ლაშასთან. რაღაცა ფორმები იმ ფორმაში თუ არ ვართ, არც ცივილიზებულ სამყაროს ჩვენაირი მეგობრები არ ჭირდება და პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ და მე მაპატიეთ, მაგრამ როგორც კოცები ფინანსურად პარაზიტირებენ უკრაინის ომზე, ჩვენ არ უნდა ვიპარაზიტიროთ პოლიტიკურად უკრაინის ომზე და ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ამისთვის უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის მარტივი ფორმულა. ამაში იდება ქუჩაში ხალხი. ანუ ცოტა უხერხული.
დაუჩუნდები ცოტა ხანი, იმიტომ რომ ახობაძე საოცარი ადამიანია, ძალიან თავმდაბალი, რასაც ვატყობთ აი ამ თუნდაც ამ ბოლო საათების განმავლობაში და ძალიან ბევრ რამეს მზე მეტყველებს ის თვისებები, რომელსაც ავლენს გიორგი და მესმის ახლა ზუსტად მართლა ის ემოციები, რაც მას აქვს და გარშემო მყოფ ადამიანებს. გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი, ანუ მაინც მთავარი განსაზღვრელი იქნებოდა. თუმცა ამ საქმეში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ლაშა. ანუ თუ გიორგი თავისუფალია და ის გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ის 8 თვე ტყუილად იჯდა ციხეში, რომ მას ნამდვილად ჩაუდეს ნარკოტიკები, რომ ცრუმოწმეები ყვებოდნენ ტყუილებს მთელი ამ ხნის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე, რომ ამ საქმეს ჰქონდა პოლიტიკური სარჩული, რომ გიორგი ახობაძე გარდა იმისა, რომ უკანონო პატიმრობაში იყო, მოწყვიტეს დედას და ის ადამიანი დაიღუპა სწორედ იმის გამო, რომ გიორგი არ იყო მის გვერდით. კი ავატყოფობდა, მაგრამ გიორგის აღარ ჰქონდა შესაძლებლობა მისთვის მიეხედა და მისთვის მოეარე. აი ამ კითხვებს როგორ უნდა გაეცეს პასუხი? ამ ადამიანებმა პასუხი როგორ და როდის უნდა ააგონ? ვინც იმ წუთიდან, როდესაც გიორგი გააჩერეს ქუჩაში, ბოლო წუთამდე არის ამ საქმის ფიგურანტი. ეს საქმე რომ მაგალითი იყოს ზოგადად იმ ადამიანისთვის, ვის თავშიც იხარშება, რომ ადამიანს ნარკოტიკი ჩაუდოს და ეს არ არის ზოგადად პირველი საქმე, ხო, ძალიან მძიმე პრეცედენტები გვაქვს ახლო თუ შორ წარსულში, ხო, 2025 წელს რო ჩადებაზე ვსაუბრობთ და 5 საქმეა მსგავსი ეხლაც. ეხლა მიმდინარე, კი ბატონო. ეს საქმე უნდა იყოს და არა მხოლოდ ეს საქმე, ზოგადად ერთხელ და სამუდამოდ რაღაც უნდა აღმოჩნდეს მაგალითი ადამიანისთვის ან ადამიანებისთვის, ან ზოგადად პოლიციური სისტემისთვის, ვის თავშიც იხარშება ადამიანზე ნარკოტიკის ჩადება. ეს ვერ იქნება მაგალითი თუ საგამოძიებო ორგანომ, ამ შემთხვევაში საუბარი და აქცენტი მაქვს გენერალურ პროკურატურაზე, არ მოინდომა როგორც მინიმუმ გამოძიების დაწყება და არ მოინდომა ის, რომ მსვლელობა მისცეს ჩადების წინააღმდეგ საქმეს. აი ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მოსამართლის ეს განაჩენი სამართლებრივად ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ ავტომატურად და პირდაპირ მტკიცებულება არ არის, რომ გიორგის უპირობოდ ჩაუდეს. ჩვენ ნამდვილად ვიცით. ხო, იმიტომ რომ მან ასე ახსნა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება, მისი დანაშაული არ დადასტურდა, ხო? ჩვენ დღეს მოვისმინეთ სარეზოლუციო ნაწილი, ის რაც გადაწყვიტა მოსამართლე. რამდენიმე დღეში უნდა ჩაგვარდეს გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილი, ან ფაქტობრივად განაჩენი დასაბუთებული, რას დაეყრდნო მოსამართლე, რომელი მოწმის ჩვენება გაიზიარა, რომელი მოწმის ჩვენება არ გაიზიარა, რომელი მოწმის ჩვენება იყო ცრუ, რა მიიჩნია დადგენილი გარემოებად და რა არ მიიჩნია. ამ გადაწყვეტილების პროცესში საბოლოო ჯამში, რომ ჩადების მიმართულებით გამოძიება რომ დაიწყება, დასადგენი იქნება რაღაც გარემოებები, ამ განაჩენს ექნება ოქროს მტკიცებულების ზალა. განსაკუთრებით იმ ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ თუ არა, მე მესმის თქვენ რასაც ნახეთ რას ვამბობ, გააჩნია მოსამართლე რაგვარ დასაბუთებას განავითარებს. არა, რა მნიშვნელობა აქვს მოსამართლე, რანაირ დასაბუთებას განავითარებს. ფაქტი დანაშაულის ისედაც ჩვენ ხო ვიცით რომ არსებობს. მას ხო ჩაუდეს მის მიმართ ხო იყო ცრუ ჩვენებები, ხო იყო აქ რეალურად პოლიტიკური სარჩული და არანაირი ნარკოტიკი და რაღაც ის ერთი мотиваციაზეც უთითებდით აქტიურ პოზიციაზე გიორგი საქმე. მაგას ვამბობ, ახლა თუ არა როდისმე ამ ადამიანების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი. აუცილებლად უბრალოდ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ განაჩენით არ დადგინდება და ვერ დადგინდება. საჭიროა გამოძიება და გამოძიების ფარგლებში პირველი მტკიცებულება უნდა იყოს გიორგი ახობაძის ჩვენება. შესაბამისად აეწყოს გიორგი ახობაძის ჩვენებაზე ყველა ის მტკიცებულება, რის საფუძველზეც პირველ რიგში დადგინდება ცრუმოწმეები, რომ იყვნენ ნამდვილად ცრუმოწმეები და საერთო ჯამში ის, რომ გიორგი ახობაძის ნარკოტიკული საშუალება არ ქონია და დადგინდეს კონკრეტულად მტკიცებულებით, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. აქ გადამწყვეტი არის ახალი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დასადგენია ეს ყველაფერი.
კი ბატონო, გასაგებია და აუცილებლად უნდა გკითხოთ, მეც აღვნიშნე და ისიც ვთქვით, რომ ნიკა კაციასთან ერთად იჯდა საკანში. ნიკას საქმე მსგავსია, ყოველ შემთხვევაში ნარკოდანაშაულს ეხება და კიდევ 4 თუ არ ვცდები ასეთი საქმე. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ როგორც იურის? შეიძლება ეს იყოს რაღაც ტენდენცია, მე არ ვამბობ რომ პრეცედენტი, მაგრამ აი ტენდენცია რომ სხვა საქმეებზეც დადგეს მსგავსი განაჩენი. ნიკუშას მოვიკითხავ. აი როგორც მოქალაქემ ასე ნიკუშას განსაკუთრებით მოვიკითხავ, როგორც გიორგის თანამესაკნეს დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლებად ბედნიერია და მოვიკითხავ ყველას ინდისის პატიმარს და უსურებ რა თქმა უნდა თავისუფლებას. ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე როგორც ჩვენ ადვოკატები ვპირდებით მათ. რაც შეეხება აღნიშნული განაჩენი და გადაწყვეტილება ზოგადად აი ნარკოტიკების საქმეებში არის ერთი ძირითადი ხაზი. აქ მთავარი ხაზი გადის იმაზე, ზოგადად მათ მიმართ ჩატარებული შრეყა იყო თუ არა კანონიერი. არ არსებობს არც ერთ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება. არ არსებობს ვიდეო მტკიცებულება, არ არსებობს ნეიტრალური ანუ ეს მსგავსება აქვს ამ საქმეებს. კი, ეს მსგავსება აქვს ამ საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმეებში არ ვიცი ზოგადად რა მტკიცებულება დევს, ყველამ კარგად ვიცით, რომ არ არსებობს ვიდეო ჩანაწერი, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, არსებობს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენება. თუ დადასტურდა ის, რომ შრეკის პროცესში არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება გამომძიებელმა არ მოიპოვა, პოლიციამ არ მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება ჰქონდა, ესეთი ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ არსებობს, ჩავთვალოთ. ესეთი შრეკის ოქმი არის დაუშვებელი და თუ და როგორც ვიცით, ყველა ნარკოტიკების საქმეში იგივე ხაზი არის და არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება, ბუნებრივია იქაც უალტერნატივოა გამომართლებელი განაჩენი. ვიმედოვნებ, რომ როგორც ნიკუშა კაციას, ასევე აბრამოვის და სხვა პირთა საქმეებზე, რომლებიც ამუხლით არიან დაკავებულები, რამდენიმე დღეში ვისაუბრებთ იგივე სიხარულით, იგივე ბედნიერებით.